კიდევ ერთხელ ანნა მე ვსვამ ჩვენს მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლება სინდისის პატიმრებს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არსებობენ სინდისის პატიმრები, ანუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც 51 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც აბსოლუტურად ყველა მსხვილი და საშუალო რგოლის პოლიტიკური ლიდერი, პარტიების ხელმძღვანელები დღეს არიან სისხლის სამართლის დევნის ქვეშ და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც 2012 წელს ხელისუფლება შევცვალეთ იმ ძალადობის გამო, რაც ციხეში ხდება და 13 წლის თავზე იგივე ტიპის ძალადობა გვაქვს ციხეში და ვხედავთ მაგალითს, როდესაც ადამიანი უმოწყალოდ სცემეს ციხეში და ის ამის შედეგად გარდაიცვალა. მარტივად თუ რეზიუმე გვინდა გავაკეთოთ აი ამ ჭრილიდან და ამ კუთხიდან, ესეთი ქვეყანაა. ამის მიღმა ვართ ქვეყანა, რომლიდანაც ბოლო 10 წლის მანძილზე მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი არის. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც 400,000-მდე ბავშვი შიმშილობს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც 800,000-ზე მეტ პენსიონერს არ აქვს იმოდენობის პენსია, რომლითაც მოახერხებს, რომ თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვამდე წამლებითა და საკვებით იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს უკანასკნელ სოციალურ კვლევაში, რომ მათი მთავარი ხარჯი, რაც გააჩნიათ, ანუ მათი მთავარი შემოსავალი, სადაც იხარჯება, ეს არის კვება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ შვილს ფული მიცენ და სკოლაში გამოიყვებონ, შესაბამისად ბავშვების უმრავლესობა დიდი ხანი მშიერია. აი ასეთი ქვეყანა ვართ ჩვენ. ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს იმ 3.3 მილიარდ დოლარზე, რომელიც შემოდის ჩვენი ემიგრაციის გამოგზავნილი ფულით და ამით ცხოვრობს ქვეყნის მესამედი მაგალითად. ოღონდ ქვეყანა ვართ სამად ამის პარალელურად ყავს ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს, არ ვიცი, იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს გერმანიას, იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს, იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს, ლაპარაკობს იმაზე, რომ სამყარო გარშემო შეიშალა და ჩვენ იზოლაციაში უნდა ვიცხოვროთ აი იმ ჭაობში, რომელიც მე თქვენ აგიხწერეთ. აი ესეთი ქვეყანა ვართ, სადაც არსებობს სამართალი ერთთათვის და არ არსებობს სამართალი მეორეთათვის. სადაც აი ამ პრობლემების ქვეყანა, ეხლა რაც ჩამოგითვალეთ, ქვეყანა, სადაც მუნიციპალიტეტები არსებობს, სადაც მოსახლეობის ნახევარი სოციალურად დაუცველი არის, ეს არის ქვეყანა, სადაც აი ამ ყველაფრის პარალელურად თავარი სათქმელი, რაც ხელისუფლებას აქვს, არის ის პირდაპირ ერთიანი, რომელიც ეხაც მიმდინარეობს ალბათ პარლამენტის არხზე, კომისია, რომელმაც უნდა გამოიკლიოს უცხოური გავლენები ამ ქვეყანაში, რომელი პოლიტიკური ძალა არის, იმის რა ქვია, ბომბეის აგენტი და რომელი ლონდონის და ამაზე სერიოზულად ელაპარაკება თავის მოსახლეობას, რომელიც მესამედიც არის სოციალურად დაუცველი, მეორე მესამედი პენსიონერი და ტოტალურ გაჭირვებაში ცხოვრობს. ატყუებს ყოველ დღე, რომ არსებობს რაღაცა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ამ რომელსაც ეს ქვეყანა წინ მიყავს. და როგორ შეიძლება რომ წინ მიდიოდეს ქვეყანა, რომელშიც 2025 წელს კიდევ ციხეში პატიმრები წამებით კვდებიან. რომელშიც 35 ლარით მოემატა ხელფასი ისა პენსია პენსიონერს და სადაც სტაბილურად ინფლაცია ყოველთვის ჭამს ამ რიცხვებს. ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, კი ამაყობს ჩვენი ხელისუფლება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მაგრამ უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ საკმაოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი სასურსათო პროდუქტებში 7%-ზე მეტია და საკმაოდ მაღალი არის ინფლაცია მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაში 9%-ია ინფლაცია. ანუ იმ დახარჯვის ელემენტებში, იმ ხარჯვით ელემენტებში, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხარჯავს თავის შემოსავლის უდიდეს ნაწილს პროდუქტების ყიდვაში, საკვები პროდუქტების და სამედიცინო მომსახურებაში, ინფლაცია არის კატასტროფული, პირდაპირ შემიძლია ითქვა. საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ხელფასის ზრდის ისეთი დინამიკა, რომელიც მიყრება ინფლაციას, სადაც არაფერი არ არის, ხო, არც ერთი სოციალური განაცემი არ არის მიბმული ინფლაციის მაჩვენებელზე, ასეთ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტები 7%-იანი ინფლაცია და 9%-იანი ინფლაცია სამედიცინო 9%-იანი ფასების ზრდა სამედიცინო სერვისებში არის კატასტროფული მაჩვენებლები. ზეთი რომ სამჯერ უფრო ძვირი არის, ვიდრე ეს იყო 4 წლის, ამ ქვეყნის ის რა ქვია, ეკონომიკის მინისტრი გამოვა და ეხლა ტყუილებს მოყვება იმაზე, რომ ამერიკასთან გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს და ეგ არ არსებობს. ის რეალობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არ არსებობს. რეალობა არის ეს, ნაცემი
ცემაში მოკლული პატიმრები, რავი, დაჯარიმებული ამ ქვეყნის მოქალაქეები, 51 პატიმარი და ასობით 1000 სიღარიბეში მაცხოვრებელი ქართველი, რომელიც ხელებში შესცერის სახელმწიფოს, რომლის წარმომადგენლები ძირითადად დიდრდებიან ამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციაში გასვლილი და ის ოლიგარქატის კლასი, რომელიც ივანიშვილის გარშემო იკრიბება. კი ბატონო, და აი ამ კორუფციის ყველაზე ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო თაზო ალბათ დამეთანხმებით რეპორტაჟი, რომელიც გავიდა ნოდარ მელაძის შაბათში, გულისხმობ თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის რაღაცა მილიონიან სახლს, ხომ, რომელიც რაღაცა მის ყოფილ თანამშრომელს თუ ასე შემდეგ. აქ იგივე წილოსანთან დაკავშირებით რაღაც ფარო მოუჭრეს იმისთვის, რომ ღვინის მარანი და სასტუმრო ააშენოს თურმე. სად უნდა ვეძებოთ თაზომაში გამოსავალი? მოდი ასე დავსვამდი კითხვას. პროტესტი გრძელდება, ხალხი იბრძვის, ეხლა საქალაქო სასამართლოსთან დგანან ქალები, პოლიტპატიმრების მშობლები ყოველდღე აქტიურობენ, ქვეყნის გარეთ ხედავთ პარტიების აქტიურობას, ველოდებით მეგობარ აქვს და მიმდინარე კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ კუთხით, მაგრამ აი რაღაცნაირად ყველას ეჩქარება შედეგი, ყველას ეჩქარება მცირე თუნდაც რაღაცა გამარჯვებების ნახვა. ხო აი როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? კი ბატონო, ის ვითარება, რაც ახლა წინა შეკითხვაში აღწერე, ხო, ეს ვითარება არის ისეთი ვითარება გამოუვალი, რომლიდანაც რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ამ ვითარებაში და ამ ქვეყნის ვითარებაში ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის, უნდა სწრაფად ამ ვითარებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა და ეს მესმის და ყველას გვინდა აქედან სწრაფად გამოსვლა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს ვითარება ვინ შექმნა ქართულმა ოცნებამ, მის უკან რუსული სპეცსამსახურებია, მის ხელისუფლებაში დარჩენას აქ მხარს უჭერს პუტინი და ამაგრებს პუტინის რუსეთ თავის სპეცსამსახურებს, ამიტომ ეს რთული პროცესია და არ არის მარტივი. ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში ვერც ერთ აი იმ საკითხში, რაც გითხარით, გამოსავალს ვერ უპოვებთ. პირიქით ეს ხალხი შეტოპავს უფრო ღრმად და ღრმად. ხო, აი ხმალაძის მაგალითი მოიყვანეთ. რამხელა ცინიზმია, რომ ეს არის კაცი, რომელიც ეხა მომლაპარაკებელი არის იმ უბედური გარე მოვაჭრეების, რომელსაც ხანძარის შედეგად მთელი ქონება დაეკარგათ აგერ აქ ბორჯომის ვაგზალზე და ეს კაცი არის მომლაპარაკებელი, რომელიც $1.5 მილიონ შეფასებულ ქონებას პუტინის რუსეთის კორუფციის საუკეთესო ტრადიციებში მალავს თანამშრომლების ხარჯზე, თანამშრომლის ანგარიში რატო შეინახეს სინამდვილეში, რომ აი მკვლევარებს, ნოდარ მელაძის გამოძიებელ ჟურნალისტებს ან სხვა მკვლევარებს იდეაში ვერ მიეკულიათ მარტივად, ხო, ნათესაური კავშირი რო არ კონდეს, ისეთ ადამიანს მიცა, ეს არის აი ესეთი ფაქტები ძალიან ბევრი არის პუტინის რუსეთში და აი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის კვლევებში ბევრი გვაქვს. აი ერთ-ერთი აღებული, ეს არის კაცი, რომელიც კოვიდის დროს ხალხო TikTok-ზე ყოველდღე თავს იწონებდა იმით, რომ ერთი რა 500 ლარის სტეიქს წვავდა ხოლმე ყოველდღე სახში და აი ეს კაცი არის დღეს სახე იმისა, რასაც წარმოადგენს კლეპტოკრატია და ოლიგარქია და ამან უნდა ელაპარაკოს გაჭირვებაში, უკიდურეს გაჭირვებაში ყოფ ადამიანებს და რამე ადამიანობა გამოიჩინოს, ვერ გამოიჩინოს. გამოსავალი არის უწყვეტ პროტესტში, ან უნდა ამით დავასრულებ უწყვეტ პროტესტში, აი ამ პროტესტის არ გატეხვაში, გაძლიერებაში, ამას მოყვება საერთაშორისო წნეხი და თქვენ ახსენეთ მეგობარი აქტი, აი ამ საერთაშორისო მხარდაჭერის დასტურია ქართველი ხალხის და წნეხის ივანიშვილის რეჟიმზე და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ გამოვკვეთოთ ის იდენტობა და ის ალტერნატივა დავანახოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომელიც აქვს ივანიშვილის შემდგომ საქართველოს და ძლიერი საქართველო არის ეს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ აი ყველა ამ პრობლემაზე ჩვენ აქტიურად მუშაობთ და ჩვენ გამოსავალს დავდებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თაზო დათუნაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ეხლა გვაქვს ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზის დრო, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.